Ჯობათ მეგობრებო, მე მქვია ინგა ბლესი და მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ტესტის მეორე ნაწილი. ტესტი, რომელშიც იყო კუბი, ცხენი, მე გთხოვეთ რომ წარმოგედგინათ, ხო? აი ახლა აგიხსნით, რას ნიშნავს ყველა ეს სიმბოლოები. ესე იგი, სივრცე, რომელსაც თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის ცხოვრება, თქვენი ცხოვრება, როგორც თქვენ მას აღიქვამთ. რამდენად ლამაზი, რამდენად უფრო ესეთი მორთულ-მოკაზმული ეს სივრცე, ესე იგი თქვენი ცხოვრებაც ასეთია, ან თქვენ აღიქვავთ მას ასე. რამდენადაც უფრო მკაცრი და უკაცრიელი სივრცეა, ესე იგი მით უფრო ასე ძნელად და რაღაცნაირად ეს ნაცრისფერ ფერებში წარმოიდგენთ თქვენს ცხოვრებას. შემდეგ კუბი. როგორია თქვენი კუბი? ხო? კუბი ეს არის თქვენი სიმბოლო, თქვენ თვითონ, როგორ აღიქვამთ თქვენ თავს. კუბი შეიძლება იყოს გამჭვირვალე, ზოგის კუბი არის ესეთი სარკისებრი ზედაპირით, ყველა სხვადასხვანაირი კუბი აქვს, ანუ კუბი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ის, თუ როგორ აღიქვამთ თქვენ თავს. სად არის ეს კუბი განთავსებული ამ სივრცეში, შუაშია, გვერდზეა გადახრილი, მაღლა, დაბლა, ხო? ყველაზე იდეალური ვარიანტია, როდესაც კუბი ცენტრშია მოთავსებული. მომდევნო ეს არის კიბე, მომდევნო სიმბოლო. კიბე აღნიშნავს მეგობრებს და თქვენ სოციალურ კავშირებს. როგორ არის კიბე განთავსებული კუბის მიმართ? ეს იმას ნიშნავს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი მეგობრების მიმართ, თქვენი სხვადასხვა კავშირების მიმართ, თქვენ უფრო მაღლა ხართ, თუ კუბი მაღლაა, ან პირიქით ეს კიბე უფრო კუბზე და მაღლა არის განთავსებული თქვენ სივრცეში. რამდენი საფეხურია, რაც უფრო მეტი საფეხურია, რა თქმა უნდა, მით უფრო კარგია. ანუ ეს არის თქვენი და თქვენი მეგობრების და საერთოდ სოციალური კავშირების დამოკიდებულება ერთმანეთში. მომდევნო სიმბოლო იყო ყვავილები. ყვავილები ბავშვებია. როგორი ყვავილები წარმოიდგინეთ თქვენ? ქოთანში, თუ ისე იზრდებოდნენ, ან იქნებ მოწყვეტილი, მოჭრილი ყვავილები იყო. ეს ყველაფერი მიუნიშნებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი არსებული ან მომავალი ბავშვების მიმართ და რამდენად მეტ თავისუფლებას აძლევთ მათ. მომდევნო სიმბოლო იყო ცხენი. ცხენი ეს არის თქვენი გულისწორი, თქვენი მეუღლე ან თქვენი საყვარელი ადამიანი და ის თუ როგორი არის ეს თქვენი ცხენი, ლამაზი, ესეთი კუნთიანი, ჯამრთელი ცხენია თუ ბებერი ჯაგლაკი, ხო, შეიძლება ვიღაცას წარმოუდგეს. თუ ცხენი ეს როგორი ცხენია, ეს მიგვინიშნებს იმაზე, თუ როგორ აღიდგავთ თქვენს პარტნიორს. თუ ცხენი სადავით არის, ანუ შეკაზმულია, ყველა ეს ისინი ცხენს ტყავის ღვედები რომ აქვს ხოლმე და ასე შემდეგ უნაგირი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რამდენად თავისუფლებას აძლევთ თქვენს პარტნიორს. თუ შეკაზმული არ არის და სადავის გარეშეა, ესე იგი ის თავისუფალია. თუ პირიქით უნაგირიც ადევს და სადავეც აქვს და ყველა სხვა დანარჩენი დეტალებიც, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცდილობთ ის შებოჭოთ და მისი თავისუფლება რაღაცა ჩარჩოებში მოაქციოთ. მომდევნო სიმბოლო რა იყო? ეს არის ქარიშხალი, რომელიც მოხდება ამ თქვენ სივრცეში, ხო? წარმოვიდგინეთ ასე და რა დარჩება ამ ქარიშხალის შემდეგ. ეს ქარიშხალი მიუთითებს ცხოვრებისეულ პრობლემებზე, ცხოვრებისეულ რაღაცა განსაცდელებზე, რომლებიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში ადრე თუ გვიან ხდება და თქვენი დამოკიდებულება იმის მიმართ თუ რომ მოხდება ეს ქარიშხალი, მერე რა იქნება, რა დარჩება. ზოგი ამბობს, რომ კუბი გატყდება და სხვა ყველაფერი დარჩება. ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არაფერი არ შეიცვლება, ქარიშხალი მოვიდა, იქროლა და წავიდა. ვისთან რა, ხო? ის თუ თქვენ როგორი სურათი წარმოგიდგათ ქარიშხლის შემდგომ, მიუთითებს იმაზე, თუ თქვენ როგორ უმკლავდებით თქვენს ცხოვრებისეულ პრობლემებს და რა რჩება ამ ცხოვრებისეული პრობლემების ჩავლის შემდეგ, ასე ვთქვათ. მადლობთ ყურადღებისათვის.